პატაბურჭულაძის საქართველოს განვითარების ფონდი კახეთში ბიუჯეტის გაფლანგვის ფაქტების გამოაშკარავებას განაგრძობს. მათი ინფორმაციით, ლაგოდეხსა და გურჯაანის რაიონებში ამორტიზებული ინფრასტრუქტურის და გზების პრობლემების მოგვარების ნაცვლად ადგილობრივი ხელისუფლება ბიუჯეტის თანხებს ფლანგავს და არამიზნობრივად იყენებს, რაც კორუფციული გარიგებების ეჭვს აჩენს. პატაბურჭულაძის საქართველოს განვითარების ფონდი აგრძელებს კახეთში ბიუჯეტის ფლანგვის ფაქტების გამოაშკარავებას გზებსა და ინფრასტრუქტურულ პროექტებში. ლაგოდეხსა და გურჯაანში გაფლანგულია 6 მილიონამდე ლარი, რაც აჩენს დასაბუთებულ ეჭვს კორუფციული გარიგებების შესახებ. გურჯაანის რაიონში 280,000 ლარი დახარჯულია უხარისხოდ დაგებულ გზაში. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ნაცვლად 6.5 სანტიმეტრიანი გზის საფარისა მოეწყო 4 სანტიმეტრიანი გზის საფარი, რის გამოც ბიუჯეტმა იზარალა 127,900 ლარი. ასევე ლაგოდეხის რაიონში სოფლის დახმარების პროგრამიდან გამოყოფილი იყო 36,600 ლარი, რომელიც უნდა დახარჯულიყო სოფელ კარსუბანში და წიფლისწყაროში სასმელი წყლის მოწყობაზე. თანხა დახარჯულია, მოსახლეობას წყალი დღემდე არ მიეწოდება. დადიანის 7 ნომერში 132 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცა.